Mario, congrats on the victory, man. გილოცავთ გამარჯვებას მარიო. ეს იყო შენი პირველი ფინიში 2023 წლის მერე. როგორია ახლა შენი ემოციები? It's surreal, you know. დაუჯერებელია. საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვიბრძოლე. ჩემთვის პირველი მეინ ივენთი იყო ეს 5 რაუნდიანი. უყურებდი მის ფინიშებს მთელი კვირის განმავლობაში და არ მინდოდა შემდეგი მევყოფილიყავი მის სიაში. ის რომ მე აქ გამარჯვება მოვიპოვე, ბევრს ნიშნავს ჩემთვის. You trained for 5 rounds. ნარატივი ის იყო ამ ჯგუფში, რომ შენ 5 რაუნდისთვის უფრო მზად იქნებოდი, ხოლო ის თავიდანვე შეეცდებოდა შენს დაფინიშებას. გრძნობ თუ არა ცოტა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ ვერ მოახერხე 5 რაუნდის ჯგუფი? No. რა თქმა უნდა არა, თუ თავიდანვე აიღებ ფინიშს, ამაზე უკეთესი არაფერია. კეფში ვარჯიშობ ძლიერად, რომ ადვილი ბრძოლა გქონდეს. ეს არის ჩემი აზროვნება და გეგმაც ეს იყო. ვიცოდი, რომ თავიდანვე ძლიერად შემიტევდა, თუმცა გრეპლინგს თუ შეეცდებოდა, ნამდვილად არ მეკონა. ეს დიდი შეცდომა იყო მისი მხრიდან. საბოლოოდ ვიცოდი, რომ დიდხანს ვერ გამიძლებდა და დაიღლებოდა. Yeah, and on that point exactly. როგორც ჩანდა, მალევე დაიღალა. მეორე რაუნდში უკვე ბარბაცებდა. იგზენი თუ არა ეს ყოველივე შენის. Yeah, definitely, you know. რა თქმა უნდა, თუმცა ზუსტად არ ვიცოდი მატყუებდა თუ არა ვითომ დაღლას და მძიმე დარტყმის გატარებას თუ ეძებდა. ეს იყო კიდევაც ის, რასაც იგი აკეთებდა, თუმცა ადვილი დასანახი იყო, რომ ნამდვილადაც იღლებოდა. ეს მთელი კვირის ლაპარაკი თუ რამდენ წონას იკლებს იგი ჩხუბამდე, ჩემთვის საერთოდ არა უპირატესობის ნიშანი. შენ ამ დროს უფრო ნელი ხარ და მე ვხედავდი თუ როგორ ანელებდა იგი მოძრაობას ბრძოლის განვითარების დროს. He was looking to scramble. ის ცდილობდა, რომ სკრემპსი ჩაეთრიე და პოზიცია ცვლიდა გრეპლინგში. ფიქრობდი თუ არა, რომ ზუსტად მანდ მოახერხებდი მის დაფინიშებას. Yeah. It's just დიახ, ყველა ის მოძრაობა, რაც გრეპლინგში გავაკეთე, მთლიანად ეს სიკვენსი და ჩემი ფლოუ ეს დამეხმარა გამარჯვების მოპოვებაში. He grabbed that fence. პირველ რაუნდში იგი ოქტაგონის კედელს ჩამოეკიდა ხელებით, როცა შენ მის ძირს გადაყვანას ცდილობდი. მისცა თუ არა შენიშვნა მსაჯმა მას ამ დროს. I didn't know he grabbed კი, შენიშვნა მისცეს, თუმცა მე არ შემიმჩნევია. მე მეგონა კარგად იცავდა თავს და უბრალოდ გამიჭირდა მისი გადაყვანა. მე უბრალოდ მინდოდა მემუშავა და დამეღალა ის. ზუსტად ეს იყო ჩემი ბრძოლის გეგმა. Did he do anything? გააკეთა თუ არა მან ისეთი რამ, რამაც შეგიქმნა პრობლემები ბრძოლაში. On bottom he got a დიდი არაფერი, ერთ მომენტში ქვემოდან იდაყვი გამარტყა და ერთხელ ტბაში გამიტარა, რაც მტკინვეული იყო. სხვა დიდი არაფერი. ლეკიკები ძლიერი ჰქონდა, თუმცა არაფერი განსაკუთრებული. At the weigh-ins. აწონვების შემდეგ face-off-ზე შენ წინ რაღაცას ლაპარაკობდა. რაც გეუბნებოდა, მაშინ შეგიძლია გითხრა? No, he got close. ის ახლოს მოვიდა და მეუბნებოდა გაიცინე, სანამ დრო გაქვსო. მე უთხარი ასე ახლოს რატომ მოხვედი, ხომ არ გინდა მაკოცოთქო? ამაზე მას გაეცინა. შემდეგ კი მითხრა, რომ ჩემს გუნდელზე კაილერ ფილიპსზე მეტად მცემდა. ეს უბრალოდ შოუს ნაწილია. And 4-1 year. შენ კორი სენთეგენი გამოიწვიე. როგორი განსხვავებული იქნება ეს ბრძოლა თქვენ პირველ ბრძოლასთან შედარებით? Completely different, you know. ფიქრობ სრულიად სხვა ბრძოლა იქნება. მე უკვე 10-12 ბრძოლა ჩავატარე მას შემდეგ და უდიდესი გამოცდილება მივიღე. There you go. And how? რამდენად მალე გსურს ეს ბრძოლა? If we could do it around summertime. ზაფხულისთვის კარგი იქნება მგონია. ეხლა ხანს მქონდა 2 ზედიზე დიდი კემპი. ეს მეორე უკვე 5 რაუნდიანი. კარგი იქნება ცოტა შესვენება ზაფხულამდე ჩემთვის. Kind of cool to get them. UFC Phoenix-ი, რა სიტყვი მანდ ბრძოლაზე? Oh, that'd be awesome. ეს იქნება იდეალური. აბუ დაბი, ახლა უკვე ლას-ვეგასი და შემდეგ ფენიქსი. ძალიან მაგარი იქნება. I don't know if you saw. არ ვიცი, ნახე თუ არა, მაგრამ გეტყვი რომ სონგი ადონგმა Twitter-ზე დაწერა და გამოგიწვია შემდეგ ბრძოლაში. Song Yudong. სონგი ადონგს შეუძლია დარჩეს იმ მარცხზე ცოტა ხანი. ახლა მე მინდა კორი სენთენგენს ვეჭხუბო. Vinicius said. ვინისიუს ოლივეირამ თქვა ბრძოლის შემდეგ, რომ მან ხელი მოიტეხა დეკემბრის ბოლოს. არ ვიცი, რამდენად იყო ეს ფაქტორი ამ ბრძოლაში, თუმცა რას ფიქრობ ამაზე? That sucks, you know. ეს ცუდია. ფაჩიმიქსთან ბრძოლამდე მე ნეკნი მოიტეხე. შეგიძლიათ დაინახოთ კიდევაც. და მე მაინც ვცემე ის. ასე რომ არ მაინტერესებს მისი მიზეზები, ეს თამაშის ნაწილია. You want Sandhagen next? შენ გინდა შემდეგი სენთეგენი. მაგ-ჩხუბის მოგების შემდეგ გაიწევ ქამრისკენ? Definitely. აუცილებლად. სენთეგენის შემდეგ ქამარს მოვითხო. ვფიქრობ, კარგი სტილი მაქვს, რომ ჩემპიონი დავამარცხო. თუმცა პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავწდე კორის. მე წავაგე ჩემი UFC დებიუტი მასთან და უცნაური იქნება მას რომ გადავახტე. იქიდან გამომდინარე, რომ ის ჩემზე წინაა რენკინგში. Congrats on the win, Mario. ბევრი ფიქრობდა, რომ შენ მოგიწევდა თავიდან შტორმის გადატანა, რომ შემდეგ წარმატებისთვის მიგეღწია ამ ბრძოლაში. გაგიკვირდა თუ არა, რომ არ მოგიწია ამის გაკეთება. თუ ეს იმას უფრო გვაჩვენებს, თუ როგორი კარგი მომზადება ჰქონდა გავლილი. He's the one that kind of სიმართლე გითხრათ, მე მეგონა უფრო მძიმე სტრაიკინგით გამოვიდოდა თავიდანვე. თუმცა ის ძალიან ახლოს მოდიოდა ჩემთან და მე მქონდა შესაძლებლობა მასთან ადვილად მეჭიდავა.
ეს იყო ზუსტად ჩემი გეგმა. მე ადვილად შემიძლია 5 რაუნდის ჩხუბი და ვიცი მას არ შეუძლია იმის გაკეთება, რისიც მე. And it felt like it was not too long ago. დიდი ხანია არაა გასული იმის შემდეგ, რაც ხალხი ბევრს გაკრიტიკებდა ალდოს ბრძოლის შემდეგ. ეხლა ვხედავთ, რომ იბრუნებ ხალხისგან პატივისცემას. რა სიტყვი ამ ყველაფერზე ფანების გადმოსახედიდან. It's been awesome, you know. სიმართლე ვთქვა, ეს ყველაფერი დაიწყო ალდოსთან ჩხუბის შემდეგ, თუმცა რომ გადავხედოთ ალდომდე 4 ჩხუბით ადრე და ალდოს შემდგომ 3 ჩხუბის მერე, დავინახავთ სხვანაირ რეაქციებს ფანების მხრიდან ჩემს მიმართ. I know you said გავიგეთ, რომ გონია ის მიზეზებს ტრამას ბრძოლის წაგების მიზეზად, თუმცა და მეორე რაუნდში დაიწყო ხელის ტკივილი. მისი გუნდი ითხოვდა მეტ ჯებს, თუმცა ის ვერ ახერხებდა ამის გაკეთებას ტკივილის გამო. იგრძენი თუ არა ეს ყველაფერი მეორე რაუნდში მისგან? No, არა, მე არ მიგზნია არაფერი განსხვავებული მეორე რაუნდში. ერთადერთი, რასაც ხედავდი, იყო, რომ ის იღლებოდა, ძირს იწვა და წამოდგომას არ ცდილობდა. ეს ცოტა არ იყოს გასაკვირი იყო. when a guy gets in your face, ფეისოფებზე ჩანდა, რომ იღიმოდი და კარგად გრძნობდი თავს იმ მომენტში. ეს ყველაფერი გამოტივირებს უფრო ბრძოლისთვის თუ რას გრძნობ ასეთ მომენტებში. no. ეს უბრალოდ ისეთი რამაა, რასაც სწავლობ წლების განმავლობაში. თინეიჯერობის დროს ქუჩაში ჩხუბში ხშირად არის ასეთი მომენტები. ეს უბრალოდ ლაპარაკია, ეს არაფერს ნიშნავს. როცა ჩვენ ჩხუბს ვიწყებთ, მაშინ ჩდება ნამდვილი ფერები და ის თუ ვინ ხარ შენ სინამდვილეში. ასე რომ მსგავს ლაყბობებზე სულაც არ ნერვიულობ. you said Sandhagen. სენთჰეგენ 7 წლის წინ ეჩხუბე. რამდენად შეცვლილი გონია ის ამის შემდეგ ისევე როგორც შენ ამ დროის განმავლობაში. ფიქრობ თუ არა, რომ სრულიად სხვა მებრძოლები ხართ ახლა ორივე და სრულიად სხვა ბრძოლას ვიხილავთ თქვენ შორის. I think I'm a completely different fighter. You know? ფიქრობ მე სრულიად სხვა მებრძოლი ვარ ახლა. რა თქმა უნდა, მაშინ მქონდა რაღაც უნარები, თუმცა ახლა ბევრად განვითარებული და გაზრდილი ვარ. მაშინ 25 წლის ახალგაზრდა მებრძოლი ვიყავი, 6-0-ზე რეკორდით, რომელიც მეინ ქარდზე ჩასვეს, pay-per-view ქარდზე ნიუ-იორკში. ამ ყველაფერმა ჩემზე იმოქმედა, თუმცა გავიდა დრო და მე გამოცდილება მივიღე. შევებრძოლე დიდ სახელებს და ყოფილ ჩემპიონებს. ვიბრძოლე მეინ ივენტზე და ვინ იცის, შეიძლება იგივენაირად განვითარდეს ყველაფერი კორისთან მეორე ჩხუბში, ისევე როგორც პირველში, თუმცა ამას მე ასე ვერ ვხედავ. You fought in the Apex. შენ Apex-ში გიბრძოლი აქამდე, თუმცა ეს შენი პირველი მთავარი ბრძოლა იყო აქ. როგორი განსხვავებული გზნობაა განახლებულ და შეცვლილ Apex-ში გამოსვლა და ბრძოლის ჩატარება. It was pretty cool. Look, ჩვენიერი გამოცდილება იყო. მე აქ ჩხუბი დაუწყე COVID-ის დროს და მაშინ ცარიელი იყო აქაურობა. ბოლოს როცა ვიჩხუბი ამ ბრძოლამდე ეს იყო 2 წლის წინ რიგისთან. მაშინ უკვე ხალხი მომატებული იყო Apex-ში მახსოვს. თუმცა დღეს საერთოდ განსხვავებული გამოცდილება მივიღე ამ მხრივ. I forgot that you fought back. დაუწყებული მქონდა რომ COVID-ის დროს შენ აქ ჩხუბობდი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი Apex-ის განვითარება პირადად გაქვს გამოცდილი. კარგი გზნობა უნდა იყოს ამის შეგრძნება, არა? and I've always had great luck. მე აქ ყოველთვის იღბალი მწყალობდა. ფიქრობ, მხოლოდ ერთი ჩხუბი მაქვს აქ წაგებული, თუმცა საბოლოო ჯამში იღბლიანია ჩემთვის აქაურობა. ჩემი მეგობარი ბულდოგი Apex-ის ჩემპიონსაც კი მეძახის ხოლმე. მე მომწონს აქაურობა. Might call you the UFC. სულ მალე შეიძლება UFC ჩემპიონიც კი დაგიზახო. გილოცავ გამარჯვებას. Who's the next killer coming? ვინ არის შემდეგი მკვლელი თქვენი დარბაზიდან, MMA-ლებიდან? ვის შესახებაც უნდა ვიცოდეთ ფანებმა. We have a lot of young guys. ჩვენ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მებრძოლი გვყავს ახლა. ძალიან ბევრია. წვრთნელი ეუბნება მათ თუ რა უნდა ქნან, ისევე როგორც მე და თუ ამას გააკეთებენ, ისინი აქ მალე მოხვდებიან.